უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლეთ საქართველოში ყულევის პორტთან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო. პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელს კომპანია Black Sea Petroleum აშენებს. მონიტორის მოპოვებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ ყულევის მშენებარე ქარხნისთვის საჭირო აღჭურვილობასა და მასალებს Black Sea Petroleum-ის რეალური მმართველი კოტე გოგელია დის შვილის დავით ფოცხვერიას რუსული კომპანია ნეფტეგაზ ელის მეშვეობით სანქცირებული კომპანიებისგან ყიდულობს. მათ შორის არის სევერსტალი, პუტინის ახლო მეგობრის, მილიარდერის ალექსეი მორდაშოვის კომპანია. თავად კომპანიაც და მისი მფლობელებიც აშშ-სა და ევროკავშირის მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფებიან. უმკ სტალი და ომკ რუსული მეტალურგიული გიგანტები, რომლებიც ასევე აშშ-ს მიერ არიან დასანქცირებულები. მიუხედავად საერთაშორისო შეზღუდვებისა, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა სწორედ ამ კომპანიების მასალებით მიმდინარეობს. ნეფტეგაზ ელი რუსეთის შრომის ბაზარზე აქტიურად აქვეყნებდა ვაკანსიებს ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის. ხელფასი 190,000 რუბლი, დაახლოებით 6,700 ლარი. ბონუსები, უფასო კვება, საცხოვრებელი და ტრანსპორტირება რუსეთიდან საქართველოში. ეს შეთავაზებები ძირითადად მაღალტექნოლოგიური მილსადენის მემონტაჟეებისთვისაა განკუთვნილი. კომპანიამ საქართველოშიც გამართა დასაქმების ფორუმები, თუმცა აქაც რუსული გავლენა გადამწყვეტია. ვაკანსიებში რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა სავალდებულო მოთხოვნაა. მეტიც, ფუნქცია მოვალეობებში პირდაპირაა გაწერილი რუსულენოვან დოკუმენტაციასთან მუშაობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქარხნის მართვისა და ინჟინერიის მთელი სისტემა რუსულ სტანდარტებსა და კადრებზეა მორგებული. ყულევის ქარხნის რუსულ კავშირებსა და მოსალოდნელი სანქციების შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჩვენ ჟურნალისტურ გამოძიებაში.